ქმნის ალტერნატიულ რეალობას. მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა იყო გაფიცული, მაშინ, როდესაც ყველანი იყვნენ გარეთ გამოსულები, ამ ტელევიზიაში გადიოდა შემეცნებითი გადაცემა და ისევ ცდილობდნენ ალტერნატიული რეალობის შექმნას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ ეს ეთერი დაეთმოს ხალხს და მოვითხოვთ, რომ ჩამოვიდეს პასუხისმგებელი პირი, გაქცეს პასუხი და დღევანდელი ეთერი, რომელზეც სტუდიაც არის, ყველაფერი არის, დაეთმოს ხალხს და არა პოლიტიკოსებს. ჩვენ ამ ეთერს ვითხოვთ ჩვენთვის, ხალხისთვის. 79 ადამიანი აწერს ხელს. ეს ღიად დეკლარირებულად. ჩვენ ამას თითოეული ის თანამშრომელი, რომელიც საზოგადოების მაუწყებლის მცველებად გამოცხადდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ არის ისევ საზოგადოებრივი საქმიანობის გაჯანსაღებისთვის ორიენტირებული და არანაირი ინტერესი არ აქვს, ხო არის რაღაც იგნორის ფაქტით შიგნიდან არ გვესაუბრებიან სამწუხარო და არის მთელი რიგი ამბები. თუმცა ვცდილობთ ყველაფერი კანონის მაგლებში მოვაქციოთ და პროტესტს დავამსგავსოთ. ჩვენი ფორმა გვაქვს, ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილში საზოგადოებას თავისი ნაწილი აქვს. თუმცა ამ შემთხვევაში თანხმედრაში მოდის ეს ყველაფერი. ხალხის ხმაში არის გამოსავალი, რომ ეთერში რომელსაც მივწვდებით მთელ საქართველოს არის გამოსავალი და მე მგონი სინამდვილეში სწორედ ეს არის რაც კარგად გაიაზრა მართლობა პარტიამაც, რომელსაც პირდაპირ ბერკეტები აქვს ამ არხზე და შეეშინდა ამის და ის სიტყვა რაც მიცემული ჰქონდა და პირობა რაც დადებული ჰქონდა რომ კრიზისის დასრულებამდე ამ ეთერს ამუშავებდა ამ ფორმატით, როგორცაც ჩვენს მოვიპოვეთ, დაარღვია. ბევრი რამე მოიპოვა ამ პროტესტმა, მოიპოვა ის, რომ მე მგონი პირველად იყო საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერში მეშახტე დაცენზურებული სოციალური მოძრაობების წარმომადგენლები, ყველა მხრივ დაცენზურებული, ხო, ყველა მედიას ვეხები ფაქტობრივად. წამების მსხვერპლი, უამრავი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებსაც დარგობრივი დისკუსიის გამართვა შეეძლო. ამას მოკლებულები ვართ ამ ქვეყანაში, ხო? ეს მედია გვეკუთვნის ჩვენ, ადამიანებს, ვინც ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ვისგანაც ეს არხი ფინანსდება, შესაბამისად ის არ უნდა ემსახურებოდეს ბიძინა ივანიშვილს თუ სხვა ძალაუფლების და კაპიტალის მქონე ადამიანებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გვემსახურებოდეს ჩვენ და ხელს გვიწყობდეს, რომ საქართველოს ყველა კუთხეში კარგად და სწორად გვესმოდეს ერთმანეთის ხმა, პრობლემები და სათქმელი. ვისურვებდი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს თავის კანონიერ ჩარჩოს, თავის ტელებადას შეავსოს ისე როგორც ინფორმაცია სჭირდება, მას აკისრია და შესაბამისად გააგრძელოს მუშაობა და ჩვენც გავაგრძელოთ მუშაობა თანამშრომლობა, რომლებიც ნახევარზე მეტი წელია დაახლოებით ალბათ გაჩერებული ვართ, იმიტომ რომ არ მუშაობს არაფერი, არც ერთი მემართულება. ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მე არ ვთვლი ესე, კანონში ეგრე წერია, მას დიდი პასუხისმგებლობა აქვს. სოციალური მედიის გვერდის საშუალებითაც კი რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს ქვია, აი რაღაცა კომენტარები გაჩნდა, რომ კი მარა შეიქმნას ეს დებატის სივრცე და გაჩნდეს მეტი პოლიტიკური თოქ-შოუ იქნება და მე ვცდები. იქნება და უფრო, ანუ ესეთი კომენტარებიც კი გაჩნდა რა, აი თავი რა დავანებოთ, რა თქმა უნდა, ტროლბოტების აგრესიულ იერიშებს, რაც ასევე იმის ნიშანია, რომ საფრთხე იგრძნოს სისტემამ. ანუ ვიცით, რომ რეიტინგი გაეზარდა არხს, რომელსაც არავინ არ უყურებდა, ანუ ადამიანმა დაიწყეს გადართვა და მინიმუმ თვალისდევნება იმის მაინც რა ხდება, ხო და ჩემი აზრით საერთოდ არის შემთხვევითი ის, რომ ეს პირობა ესე ურცხვად გატეხა არხმა, სავარაუდოდ დაინახა ამ ეთერში ის, რომ რაღაცა შეიძლება და ხელიდან გაქცეოდა რა, რაღაც ნარატივი, მაგალითად ნარატივი, რომ ეს არის ოპოზიციისა და პოზიციის ჯახი, რომ ანუ რომ მაღაზე არის ეს ყველაფერი, რომ ანუ რეალურად ქუჩაში ოპოზიცია და სხვაგან ეს თვითგამოცხადებული მთავრობა, რომ ანუ მესამე მოთამაშე ყავს ამ პროცესს, მთავარი მოთამაშე ყავს, რომელიც არის ხალხი და ეს არის ხმა, რომელიც ცდილობენ, ყველა ცდილობს რა, რომ არცად არის მეხს. 29 აქციის ღამეს მომყევი მე ჭყლეტვაში. მეც მომიწია ფიზიკური იმ დარტყმის ატანა
სანამ არ დავიყვე რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის თანამშრომელი ვარ, ხელი არ გამიშვა არავინ. ნუ მივიღეს ბესმოყრები ფიზიკურ აი ამ დაპირისპირებაში, სადაც ჭყლეტვის დროს ზედვე დაგვასხეს, თან ჭყლეტვაში მოყვევი და თან ზედ დაგვიმატეს ციცაკა და შემდეგ დაიწყო აი სათითაოდ თითოეული ადამიანის გამოყვანა, ცემა, გატაცება იმ საღამოს ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემს თვალწინ გატაცებული, მეც მათ შორის მივიტყეს და მე იქიდან გამოვედი გადარჩენილი, ესე ვთქვათ. და სწორედ ეგ არ მომეწონა. ეს მორალურად არ მომეწონა, იმიტომ რომ მე გადავრჩი საშუალებით და მე ის იმ დღეს, როდესაც აქ მოვედი, მე გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია, დაემთხვა თორე მე მარტო ვაპირებდი აქ დგომას, უბრალოდ დაემთხვა აქცია და ჩემი პროტესტი, რომელიც მე გამოვხატე ბოდიში კოლეგებო, სოლიდარობა ხალხს და მედიას, სწორედ ის პროტესტი იყო, რომ მე დამაკრდა ჩემი საზოგადოებრივი მაუწყებელი იქ. აი ამ კადრებს, ეს კადრები არ არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს კადრები არ იყო. მე ვერ ვიპოვე ჩემი ჭყლეტვის კადრები. შესაბამისად, მე მომიწია კიდევ ერთხელ გამოსვლა ამ სიტუაციაში. მე იქ ემოციურად გამოვედი და სწორედ ეგ მოვთხოვე. ეგ მოვითხოვე და შევერთდი საზოგადოების იმ ნაწილს. კიდევ ერთი პრობლემა შემემთხვა, რომელიც ჩემი დიშვილი იყო, ეპილეფსიური სანდრო, რომელიც დედას გასტაცეს, სრულიად უმიზოდო და აბსოლუტურად არაფერს არ აშავებდნენ. ერთი სამსახურიდან გამოდიოდა, მეორე აქციაზე მყოფილიყო, მაგრამ სწორედ ეგ იყო, რომ აი ამ პროცესში მე მომიწია უკვე აქ ამოსვლამ, როგორც კი მე შეტყობინება მივიღე და სხვა არხის საშუალებით, ერთ-ერთი არხის საშუალებით შევიტყვე ჩემს დასვენებად სოციალურ ქსელში, არა და წუთის ინტერვალი გვაქვს, რომ მე თვითონ მეუბნები, რომ მე იქ არა ვარ და მოდი გთხოვ, წამოდი, იმიტომ რომ წრეში ხართ, მოქცეული. შესაბამისად, ვეღარ მოვახერხე მისი დახმარება და ერთადერთი საშუალება, რაც გამოვნახე ამ წუთას, როდესაც კადრში ვნახე ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩემი და ჩემს დიშულზე იძალადეს ფიზიკურად, მე მომიწია აქ მოსვლა, საზოგადოებრივ მაუწყებელს ღამის ეთერის ჯგუფთან ამოსვლა, დამხვდა დირექტორი და უთხარი, რომ წუთის დაყოვნების გარეშე გთხოვ, გაუშვა ეთერში შეტყობინება ამ და ამ სიტუაციაზე და მოხსნან თუნდაც გზიდან ჩემი დიშვილი, იმიტომ რომ მას აქვს ეპილეფსია. და გამომიცხადა ეგ თქვა. ამიტომ ამის გარდა კიდევ ვთხოვე, თუ სადმე საჭიროა დარეკეთ და ეს პრობლემა გაითვალისწინეთ. ეს იყო ჩემთვის საშუალება და თან სიმწრით გაკეთებული რაღაც გადადგმული ნაბიჯი, რამაც განაპირობა ჩემთვის ან შევცვლა, რომ მარტო მე მქონდა ეს პრივილეგია და შევძელი იმ საღამოს შევიდიშვილის დახსნა, მაგრამ მორალურად დღესაც იგივე მაწვება, რომ სწორედ ეს ქმნის სისტემას. მე დამიდასტურდა, რომ თუნდაც რაღაცა პრივილეგიით შესაძლებელია ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს გარკვეულ ავტოკრატიულ პირობებში, მაგრამ ვიღაცები შეიძლება ბოლომდე გაიწიროს. ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, რომ აქ რო შევა. ამ წლის დაწყებიდან უკვე ეს უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან აღარ გქონია, ფაქტობრივად პროტესტს ისინი არაფრად არ აგდებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული ქართული ოცნებისგან და თუ აქამდე ხდებოდა ის, რომ რაღაცა კომუნიკაცია დგებოდა მათთან, პროდიუსერებთან და ეთმობოდა ხალხს ეთერი, დღეს უკვე არ გამოდიან ისინი კონტაქტზე, არიან შეშინებულები და ხო, პრინციპში ეს არის მათი პასუხი, დუმილი და უარი სახალხო ეთერის განახლებაზე. ამიტომ ამ წუთებშიც ვცდილობთ, რომ რაღაც მშვიდობიანი მოლაპარაკებების ფორმა ქონდეს ამ ყველაფერს, მივიღოთ პასუხები, რატომ გაუქმდა სახალხო ეთერი, როდის განახლდება და ვითხოვთ ზოგადად კომუნიკაციას, იმას ზუსტად, რასაც თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები წინა თვეში, დეკემბერში ასე აპელირებდნენ, რომ დიალოგი არის ის, რაც ამ პოლარიზაციას საზოგადოებაში დაამარცხებს, როცა თავად უკვე დიალოგზე არ მოდიან კვირაზე მეტია.
შესაბამისად, ეხლაც ამ წუთებშიც ვითხოვთ მათთან კომუნიკაციას და ვითხოვთ სახალხო ეთერში შესვლას. გავიდეთ, მოვთხოვოთ, უფრო მეტი ტირაჟით იყოს ინფორმაცია, საზოგადოების ყველა ფენას შეეძლოს, არა მხოლოდ პოლიტიკოს. პოლიტიკოს შეუძლია კომენტარი გააკეთოს სიმართლე გითხრათ, უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ისეთი უნდობლობა ამ პოლიტიკური პოლიტიკოსების მიმართ, რომ შეუძლია ალბათ კომენტარი გააკეთოს რა, მაგრამ საზოგადოებას რა აქვს სათქმელი? ზუსტად ვიცი და მჯერა, რომ უფრო მეტი ჯანსაღი აზრი შეიძლება მოვისმინოთ და მივიღოთ და სწორედ ამან დაასტაბილუროს ის მძიმე სიტუაცია, რომელიც მიდის და დღეს უკვე ანუ ქუჩაში სახლამდე ვეღარ შეიძლება მივიდეს ადამიანი, შეიძლება ამოცნობით, სახის ამოცნობით და რაღაცით უბრალოდ მოულოდნელად თავს დაესხას და ამის არაერთი მაგალითი.